დიდი ბრიტანეთი ამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას და მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებ ვადას უკანონო მიგრანტებისთვის 5-დან 20 წლამდე ზრდის. ამასთან ბრიტანული მედიის ცნობით მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმის ფარგლებში იგეგმება, რომ ლტოლვილი სტატუსი დროებითი გახდეს. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინსპირაციას დანიის მიდგომებიდან იღებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში, სადაც მზარდმა ანტიიმიგრაციულმა განწყობებმა ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება გამოიწვია, რასაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ. ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება თავშესაფრის მაძიებლებისთვის გარკვეული მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულებაც, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ, მაგრამ არ სურთ მუშაობა და მათზე, ვინც კანონს არ ღვევს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებს. ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ბოლო დროს იაპონიის ლიდერებმა ტაივანის შესახებ პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რამაც ხალხთა შორის ურთიერთობის ატმოსფერო სერიოზულად დააზიანა. სიტუაცია იაპონიაში ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის საელჩო მოუწოდებს ჩინეთის მოქალაქეებს, რომ უახლოეს მომავალში იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, აცხადებს იაპონიაში ჩინეთის საელჩო. შეგახსენებთ, იაპონიასა და ჩინეთს შორის ვითარება შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტაივანზე თავდასხმამ შეიძლება იაპონიის შეიარაღებული ძალების კუნძულზე განთავსება გამოიწვიოს. ბრილიანტის გულსაბნევმა, რომელიც იმპერატორმა ნაპოლეონმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევისას დაკარგა, ჟენევაში ჩატარებულ სოტბის აუქციონზე 3.5 შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა. გულსაბნევს 13 კარატიანი ოვალური ბრილიანტი აქვს, რომლის გარშემო შედარებით მცირე ზომის ბრილიანტებია შემოწყობილი. საბოლოო ღირებულებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოლოდინს. გულსაბნევის სავარაუდო ფასი მხოლოდ $200,000 იყო. სოტბის განცხადებით სამკაული ნაპოლეონის პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს ეტლში, რომლებიც, როდესაც ნაპოლეონი და მისი ჯარი პრუსიის არმიას გაურბოდნენ, ტალახიან გზებზე გაიჭედა და გზაზე მიატოვეს. 2050 წლამდე ნავთობსა და გაზზე მსოფლიო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა და გადაუხია მსოფლიო სუფთა საწვავზე გადაწყობის აქამდე არსებულ პროგნოზებსა და მოლოდინებს, რომელთა თანახმადაც ქვეყნებს კლიმატის ცვლილების სამიზნე მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. საქმე ისაა, რომ ენერგოუსაფრთხოების დასავლური მარეგულირებელი IEA ფოკუსის სუფთა ენერგიაზე გადართვის გამო ამერიკის მხრიდან მზარდი წნეხის ქვეშ იმ ფონზე ექცევა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკულ კომპანიებს ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდისკენ მოუწოდებს. ამასთან ამერიკა სააგენტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სააგენტოს პროგნოზის თანახმად ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მიმდინარე 10 წლებში მიაღწევდა პიკს და ამ მიმართულებით ინვესტიცია საჭირო აღარ იყო. ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივანმა კი ენერგეტიკის სააგენტოს პროგნოზს უაზრობა უწოდა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიში მსოფლიო ენერგეტიკის პერსპექტივა IEA იწინასწარმეტყველა, რომ მიმდინარე სცენარის მიხედვით ნავთობზე მოთხოვნა საუკუნის შუა პერიოდისთვის დღეში 113 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2024 წლის მომხმარებასთან შედარებით დაახლოებით 13%-ით მეტია. ამავე პროგნოზით ენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2035 წლისთვის 90 ეგზაჯოულით გაიზრდება, რაც ამჟამინდელ დონესთან შედარებით 15%-ით მეტია. 2025 წელს გლობალური ღვინის წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით აღდგა და 3%-ით გაიზარდა. ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მიმდინარე წელს ღვინის წარმოება 222 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მსოფლიო ბაზარზე ღვინის წარმოების მაჩვენებელმა 1961 წლის ისტორიული მინიმუმი გაიმეორა. ზრდის მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებელი ინდუსტრიის გრძელვადიან მოლოდინს მაინც ჩამორჩება. სექტორის ექსპერტების შეფასებით მსოფლიო ბაზარზე ღვინის მიწოდების შემცირება განპირობებულია კლიმატის ცვლილებით. ევროპას, რომელიც მსოფლიო ბაზრისათვის ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, უწევს არასტაბილურ კლიმატურ პირობებთან გამკლავება. არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით ესპანეთსა და საფრანგეთზე აისახა, ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან. პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც გაზრდილია ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის მიერ ღვინის წარმოება.